სირიაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ქვეყნის ახალი მმართველობა კი სამართლიანი გამოძიების პირობას დებს. დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც სირიის ახალი დროებითი მთავრობის შექმნას მხარი დაუჭირეს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე არაფერს ამბობენ. იერიშების საავადმყოფოს ახლოს მდებარე დაცარიელებული შენობებიდან ხორციელდებოდა. ესროდნენ საავადმყოფოსაც. სროლა მოულოდნელად დატყდა, ისინი ქუჩაში მყოფ შეიარაღებულებთან ერთად სახლში მყოფ მშვიდობიან ხალხსაც გვესროდნენ. ზოგიც გარეთ გაიყვანეს და დახვრიტეს. ჩვენ ახალი საფრთხის წინაშე ვართ, რომელსაც წინა რეჟიმის გადმონაშთი და მასთან დაკავშირებული გარეთ ძალები გვიქმნიან. ისინი ახალი ამბოხების პროვოცირებას და ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენ ვერ მოვითმენთ არმიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ყველას, ვინც მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაშია დამნაშავე, პასუხისმგებლობა და ეკისრება და გასამართლება. ჩვენ ერთად მუშაობთ, რათა გავუმკლავდეთ რიგ პრობლემებს, რომლის წინაშეც სირიელი ხალხი აღმოჩნდა. გამოვხატეთ ერთობლივი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტში. გადავწყვიტეთ შევქმნათ დაზორვისა და ოპერაციების ერთობლივი მექანიზმი. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.